ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტები, მაღალი დონის შეხვედრები არ განახლდება იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლებისგან არ დაინახავენ თანმხლებ ნაბიჯებს და საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ევროკომისიაში ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგზე ევროსკოპს კითხვაზე დაუდასტურეს, რომ საქართველოს განზრახ არ მიიწვიეს, ანუ ირაკლი კობახიძეს მისაწვევი ბარათი ევროკომისიის გაფართოების ფორუმიდან არ მისვლია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას ჯერჯერობით ბრიუსელი ვერ ხედავს იმ ანგარიშიდან გამომდინარე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსთან მიმართებაში და სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველომ განიცადა უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსლა კანდიდატის სტატუსის მყოფ ქვეყნებში და ასეთი უკუსლა პრაქტიკულად არასდროს უნახავთ. შესაბამისად 18 ნოემბერს იქ სადაც შეიკრიბებიან ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერი და ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოები წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს. ბუნებრივია ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ ეპატიჟებიან და შეიძლება ითქვას არც უკანასკნელი, ვიდრე ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. The report shows again that Georgia is drifting. ევროკომისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოს უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიში აჩვენებს, რომ დაფიქსირდა უკუსლა ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების კუთხით, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. მდგომარეობა ნამდვილად გაუარეს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამიტომ ავღნიშნავთ დემოკრატიულ უკუსლას. როცა საქმე ეხება მდგომარეობას გაწევრიანების გზაზე, 2024 წელს ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ქართულ მაღალჩინოსნებთან, როგორც უკვე იცით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ამიტომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკუსლის გამო საქართველოს გაფართოების ფორუმზე არ მიგვიწვევია. Georgia was not invited to the enlargement. საქართველოს ახლა მხოლოდ ფურცელზე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ანალიტიკოსები გაცილებით მძიმე სცენარს პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ დროებითი, თუ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში. ისინი და მათ შორის ნუდარ ხარშილაძე, რომელთანაც ჩავწერეთ ინტერვიუ, პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნების პირობებში შესაძლოა ევროკავშირმა მიიღოს სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაც, მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. თუმცა ევროკავშირს აქამდე არც ერთ სტატუსის მქონე ქვეყანასთან მიმართებაში არ უნახავს ასეთი დემოკრატიული უკუსლა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფურცელზე იყოს და იყოს გაყინული წლების განმავლობაში, ისე როგორც ეს ხდება თურქეთთან მიმართებაში, როდესაც ფორმალურად თურქეთს აქვს სტატუსი, თუმცა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციას დღეს ბრიუსელი არ განიხილავს და ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ მიდის საუბრები, ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ დღეს საქართველოს მხოლოდ ფურცელზეა სტატუსის მქონე ქვეყანა და საქართველოს დღეს აღარავინ მოიაზრებს იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ინტეგრაციაც 2030 წელს უნდა მოხდეს ევროკავშირში. დაცი ჩვენი კანდიდატობა არის მხოლოდ ქაღალდზე და ესეც რამდენ ხანს გაგრძელდება, იმაზეა დამოკიდებული თუ ეს ბიუროკრატიული მექანიზმები როდის გადაილახება. ყველაფრის შენელება შეჩერება მოხდება, მათ შორის დროთა განმავლობაში სამწუხაროდ ალბათ ვიზა ლიბერალიზაციის, იმიტომ აღარ მალავენ ამას ევროპელები და ეს არის კარების ჩაკეტვა საქართველოსთვის, რაც ბჭყალებში ქართული ოცნების პირდაპირ დამსახურება, ანუ დღეს აღარ გაგვიხილავს არავინ არც სერიოზულად და არც ისე, ანუ ჩვენ 2023 წლამდე არ ვიყავით კანდიდატები, მაგრამ მანამდე წლებში საქართველოს მაინც განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება გამختارიყო, როდის მე დღეს მორჩა. დღეს ამბობენ, რომ სანამ ეს ხელისუფლება არის, საქართველოს ვერ იქნება ევროკავშირის წევრი, მაქსიმუმ ქართული ოცნების პირობებში შეიძლება რუსეთს ერთი პროვინცია გავხდეთ. არაკომფორტულად ზღობენ თავს და ავტოკრატიის ლეგიტიმაციაც უნდათ. ეხლა მათი ლოგიკა არის ესეთი, რომ ეხლა თქვენ თუ აზერბაიჯანთან თანამშრომლობთ, რომელიც ღია ავტოკრატია თითქმის, ჩვენთან რატო არ თანამშრომლობთ?
ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია გრძელდება. ევროკავშირისგან სრულად არის დღეს ქართული ოცნება გარიყული, ასეთ შეიძლება ითქვას და ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს ბრიუსელისგან ყოველდღიურ რეჟიმში სასოწარკვეთილად ითხოვს ლეგიტიმაციას და აღიარებას, რასაც ამ დრომდე ვერ მიიღო. არჩევნებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ისევ რეჟიმის მიმართ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა გრძელდება. 18 ნოემბერს ბრიუსელში შეიკრიბება ყველა, მათ შორის ვლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ, იმ სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც დიდი ალბათობით გაფართოების ტალღაში მოხვდებიან, თუმცა იქ არ იქნება საქართველო, არ იქნება წარმოდგენილი ირაკლი კობახიძე, არც ერთი ფორმით არ იქნება იქ საქართველოს მთავრობა და ეს თავიდან ბოლომდე არის ბიძინა ივანიშვილის და მისი საგარეო პოლიტიკის შედეგი.